ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან პატარა ერი ვართ და ბევრად უფრო მაგარი ვართ და ბევრად უფრო დიდები ვართ, ვიდრე ეს დემოგრაფიული ან ტერიტორიული განზომილება. და ცოტა ბოლო პერიოდში გადაჩვეულები ვართ დიდი საქმეების კეთებებს. ანუ ჩვენ საზღვრებს მიღმა რაღაცების კეთებებს, ან საზღვრების შიგნით ისეთი რაღაცების კეთებებს, რომელიც საზღვრები იფანტება. ძალიან ჩაგვკეტა შიდა სოციალიზაცია. აი რაღაცა ისე გვცემა ცხოვრებამ, პოლიტიკა ყველაფერი არ არსებობს, ამას ვერ გამიჯნავ და სწორედ ამიტომაც აი ამ თითქოს ნელ-ნელა მივდივართ რაღაცნაირი უსუსურობისკენ. რაღაცა ისეთი კითხვები ჩდება, რომ რა გვინდა, რა საჭიროა, ჯობია საჭმელი მქონდეს კარმი და მოწესრიგებული, ბავშვები იყვნენ კარგად და აი რაღაცნაირი ესეთი კი ეგ აუცილებელია, მაგრამ ჩვენ არასდროს არ ვიყავით მარტო ეს და მე პირადად არასდროს არ ვიზრდებოდი მარტო ესე და სულ რომ მარტო ჩემი ისტორია იყოს ეს და იყოს მარტო ჩემი ისტორია. მარტო ჩემი არ არის, ბიზნა გუჯაბიძის ისტორიაც ეგ არის და ნიკა ლებანიცის ისტორიაც ეს არის და დარწმუნებული ვარ, არის ბევრი ადამიანი, ვინც ასე ხედავს, მაგრამ აი რაღაცნაირად გვიჭირს ხოლმე და აი ეს ანტარქტიდაზე წასვლა არის გახსენება, ანუ ჩვენ საერთოდ არ ვარსებობდით, ჩუმად ვიყავით, ჩვენი ხმა ვის გაუგია და ეხა უცებ მოვინდომეთ რაღაცა, ეგ არ არის. ბევრი რაღაცები გაგვიკეთებია. 10 ქართველს უმუშავია ანტარქტიკაზე. არ ვიცით. და ევერესტებზე დადიან ჩემი მეგობრები და რაღაც სასწაული მოგზაურობები გაუკეთებია და ნუ შეიძლება ითარგმნოს, ეს ის ბიჭი არ არის იქ რო იყო. არა, ეს ეროვნული მონაპოვარია, რომ ამ ბიჭს, ამ კაცს, ამ ქალს შეუძლია ამეების კეთება. ამიტომ ეს არის ცოტა ისეთი რა, შემოფხიზლება, იქიდან ჩამოსვლის მერე რომ შემოვაფხიზლოთ, რომ ხალხო, ჩვენ პატარა ერი კი ვართ და რაღაცნაირად გვიჭირს და შეცდომებს უშვებთ და რაღაც ერთმანეთს შეიძლება ეჩხუბებით, მაგრამ ისა ვართ რა, გოლის გამტანი ხალხი ვართ რა და ვიყავით და რატო არა.